სტარმერის განკითხვის დღე და გაერთიანებული სამეფო პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე. ბრიტანელი ლეიბორისტები პოლიტიკური გადარჩენის გზას პრემიერის ჩამოშორებაში ხედავენ. სტარმერი კი გადადგომას არ აპირებს. მთავრობა ორმა მინისტრმა უკვე დატოვა. თამარ გოცირიძის სიუჟეტი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ თანაპარტიელები აუჯანყდნენ კირ სტარმერს გადადგომისკენ ლეიბორისტული პარტიის უკვე 81-მა დეპუტატმა მოუწოდა. სტარმერის პრემიერობით მზარდი უკმაყოფილება გაერთიანებულ სამეფოში 7 მაისს გამართულ ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებს უკავშირდება. ლეიბორისტულმა პარტიამ რეგიონულ საკრებულოებში 1500 მანდატი დაკარგა. არჩევნებში მემარჯვენე პოლიტიკოსის ნაიჯელ ფარაჯის რეფორმების პარტია დაწინაურდა. თანაპარტიელები ამას სტარმერის დაბალ რეიტინგს უკავშირებენ და ამბობენ, რომ თუ ის არ წავა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტებს მარცხი გარანტირებული აქვთ. დროა ახალი ლიდერი ვეძებოთ. ჩვენს წინაშე არსებული დრამატული სიტუაცია, გეოპოლიტიკური კონტექსტი და რთული ეკონომიკური მემკვიდრეობა გვაჩვენებს, რომ უფრო რადიკალური ცვლილებები გვჭირდება, ვიდრე ის, რაც მთავრობამ შემოგთავაზა. ჩვენ მხოლოდ საქმით შეგვაფასებენ და არა სიტყვებით. ვამაყობ ლეიბორისტული ღირებულებებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ მათი განხორციელების გეგმა არ გვაქვს, შეცდომების აღიარება უაზრობაა, თუ მათ არ გამოვასწორებთ. სტარმერის განკითხვის დღე უწოდა დაუნინგის 10 ნომერთან შეკრებილმა საერთაშორისო მედიამ დღეს დილით დანიშნულ მინისტრთა კაბინეტის სხდომას. სხდომის დაწყებამდე სტარმერს გადადგომის გეგმის გამოცხადებისკენ მოუწოდა შინაგან საქმეთა მინისტრმა. განსახლების მინისტრი კი პროტესტის ნიშნად გადადგა. მოუწოდა პრემიერ-მინისტრს ქვეყნისა და პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და ხელისუფლების გადაბარების გრაფიკი დაადგინოს. ბრიტანული მედიის ცნობით ლეიბორისტულ პარტიაში კირ სტარმერის შემცვლელის კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ, ამბობენ, რომ სტარმერი ვადაგასული ლიდერია. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პრემიერის ცვლილების პარტიული პროცედურის დაწყება სხდომაზე არავის მოუთხოვია. სტარმერმა კი თქვა, რომ წასვლას არ აპირებს, რადგან პოლიტიკური არასტაბილურობა ქვეყანას დააზიანებს. პრემიერ-მინისტრს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს. ლეიბორისტულ პარტიას ლიდერის არჩევის ინიცირების პროცედურა აქვს. ეს არ მომხდარა, ამიტომ ჩვენ ყველა გავაგრძელებთ საკუთარი საქმის კეთებას. ვმუშაობთ ქვეყნის წინაშე მდგარი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე. კირ სტარმერმა ნამდვილად ძლიერი ლიდერობა გამოავლინა. კაბინეტის სხდომის დასრულებიდან მალევე სტარმერის მთავრობა ორმა მინისტრმა დატოვა. სტარმერი კარგი ადამიანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ლეიბორისტებს ძლიერი და ენერგიული ლიდერი გვჭირდება. სურს, რომ ლეიბორისტულმა მთავრობამ იმუშაოს. ვიბრძოლებ მისი წარმატებისა და პოპულარობისთვის, მაგრამ ვერ ვხედავ იმ ცვლილებებს, რასაც მთელი ქვეყანა ელის. პარალელურად ლეიბორისტული პარტიის 100-ზე მეტმა დეპუტატმა ერთობლივი ღია წერილი გამოაქვეყნა. ისინი მიიჩნევენ, რომ ახლა ლიდერის ცვლილებისთვის შესაბერისი დრო არ არის. უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნის სტაბილურობაა. თავად სტარმერმა გუშინ თქვა, რომ პრობლემა იცის, შეცდომებს აღიარებს, მაგრამ დაუნინგის 10 ნომერში 10 წელი გეგმავს დარჩენას.